ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს მოსამართლე დავით მამისეიშვილის ნაცვლად თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე მხარეებმა ერთმანეთს შესავალი სიტყვებით მიმართეს, დაიკითხა გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლეც. რამაზ დევაძის ადვოკატის მტკიცებით გარდაცვლილის მეუღლის დაკითხვის შედეგად მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ქონია, ვინაიდან თარაშ მუკბანიანის მეუღლემ მკვლელობის დღემდე მათი ნაცნობობა არ დაადასტურა. მოპასუხე მხარის პოზიციას არ იზიარებს მოსარჩელე მხარე პროკურორ რამა შავაძის განმარტებით, დასახელებული არგუმენტი კავშირში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. მომდევნო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 მაისს გაიმართება. ერთადერთი შეკითხვა დავუსვით დაზარალებული სუფლებამონაცვლეს, დავინტერესდით ბრალდების ფაბულაში მითითებული იმ გარემოებით, რაც უკავშირდება შურის ძიებას, ჩვენ შევეკითხეთ ქალბატონ თამარს, რომ მისი აცგარდაცვლილი მეუღლის მხრიდან ოდესმე ხსენებულა თუ არა, თქვათ რამაზ დევაძის გვარი დასახელი და ქონია თუ არა რაიმე თქვათ შეხება მასთან, მისი პასუხი ცალსახა გახდათ, რომ არასოდეს თარაშ მუკბანიანის მხრიდან რამაზ დევაძის პიროვნული სახელი და გვარი არ ხსენებულა. რაც ვფიქრობ, რომ დაცვის სტრატეგიისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გახლავთ. რამაზ დევაძის ბრალieდება თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში, ჯგუფურად ხულიგნობაში, რაც შეეხება ბესიკ მამულაძეს ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენაში. დღეს მხარეებმა წარმოუთქვით შესავალი სიტყვები, რის შემდგომაც დაიწყო ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა, კერძოდ დაიკითხა დაზარალებული სუფლებამონაცვლე, რომელმაც თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა საქმესთან დაკავშირებით, გამოხატა თავისი პოზიცია ბრალდებულებთან მიმართებაში და შესაბამისად ის ითხოვდა ბრალდებულების უკაცრესად დასჯას.